ყველამ დამტოვა და მარტო დავრჩი. სააღდგომოდ ოჯახის ყველა წევრი გადანაწილდა სხვადასხვა კუთხეებში. მე შემეძლო ლამაზი გურით დამდგმარიყავი, ან მონასტერში შევხვედრილიყავი აღდგომის დღესასწაულს, ან საერთოდ კახეთში 3 დღე განუწყვეტლივ მექეიფა, მაგრამ გავსივდი და სიცხიანი ვიქნები მარტო სახლში. და რა მithom უნდა გავართო თავი. ამიტომ გადავწყვიტე ჩემ თავს დავუსახო ჩელენჯი, გამოწვევა. ვისწავლო ხატვა. ოღონდ ისე კი არა თვეში ერთხელ რაღაცას რომ მივჯღაბნი ხოლმე, არა. მართლა ვისწავლო. ვსწავლო ხატვას. დღე პირველი. ვერც გურის, ვერც დარიალის და ვერც კახეთის მშვენიერ პეიზაჟებს ვერ დავხატავ, ამიტომ დავხატავ მშვენიერ ამას. ჩემმა პატარა დედაშვილმა მაჩუქა ეს მანდარინის წკაპი ხო და მე მინდა რომ ახლა ჩემი თავი დავხატო ამ მანდარინის წკაპით. ვიყენებ გუაშს. ჩემი ორი ყველაზე დიდი ნაკლი პერფექციონიზმი და პროკრასტინატორობაა. უმეტესად შფოთავ იმის გამო, რომ რაღაც მაქვს გასაკეთებელი, ან რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ იდეალური თუ არ გამოვა, მე ხელს სულ ჩავიქნევ და ცხოვრებაში აღარ მივაკარები. მაგრამ ხატვა მიყვარს და ხვდები, რომ არ მაქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ გამოვხატო და გამოვსახო საღებავით ის, რაც ჩემს გონებაშია. ამიტომ ჩემს თავს სულ ვუმეორებ, რომ მხოლოდ ბევრი ცდილობისა და შრომის შემდეგ შევძლებ მივაღწიო იმას, რაც ასე ძალიან სურს. ხატვის პროცესში ვხედავ, რომ ახლოსაც კი არაა გამოსახულება იმასთან, რაც მე მინდა. მაგრამ არ დავნებდები. ამჯერად არ დავნებდები და მხოლოდ კიდევ დავხატავ, ზეგაც დავხატავ და იმედია ამ ჩემს პატარა თავგადასავალში გამომყვებით. კიდე კაი გავცივდი.